განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წლების წინანდელი სამოქმედო გეგმის გავრცელების შემდეგ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები GDD-ს თანამშრომელთა სიებს აქვეყნებენ, რომლებიც რეალურად CESCO-დან გამოთხოვილი სპეციალური სიებია. მმართველი გუნდი ოპონენტებს ამჯერადაც მარტივ ტყუილში ამხელს. თუ ერთ შემთხვევაში ოპოზიციას დოკუმენტებიდან მოძველებული ფოტოების ამოღება დაავიწყდა, ამ შემთხვევაში მითითებული საარჩევნო უბნები გაეპარათ. თუმცა ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეს ეგრეთ წოდებული დამრბევების სიაა. იმდენად არეულები არიან და იმდენად დემორალიზებულები თუნდაც რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს რაღაც სიები ჟონავს GDD-დან და აჩვენებენ CESCO-დან ოპოზიციონერის მიერ გატანილ სპეციალურ სიებს და რომ კარგად იცის, რომ როდესაც არჩევნები არის, ვისაც მორიგეობა უწევს, ის მას აძლევს არა მისამართის მიხედვით, არამედ სამორიგეო წერტილთან ყველაზე ახლოს. თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, აქვს შესაძლებლობა, რომ მათი უფლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა რეალიზებული იყოს და საკუთარი სამუშაო ადგილის მიხედვით აძლევენ ხმებს. ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ უბრალოდ წაეშალათ მისამართები ხმის მიცემის უბნების. ეს არის მათი დემორალიზების ერთ-ერთი მაგალითი. ოპოზიცია ახლა ყველა მეთოდით ცდილობს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გააჩინოს და მოსახლეობა ქუჩაში გაიყვანოს. პაატა ბურჭულაძის დაანონსებულმა სახალხო კრებამ ხალხის გარეშე რომ არ ჩაიაროს, ამისათვის პატიმარი სააკაშვილიც აქტიურობს. საპატიმრო პალატიდან ნაციონალების ლიდერი ხალხს ქუჩაში იხმობს. ბარდების რევოლუციას იხსენებს, პარალელსავლებს და რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებს. 23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა არ შევსულიყავი პარლამენტში. მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინე სიტყვა. 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა. სააკაშვილის პარტიას ქუჩაში ბევრი ხალხი უნდა, თუმცა მათ გვერდით სრული ოპოზიციაც კი არ დგას. კახარიას გუნდი რევოლუციურ პროცესებს ემიჯნება და არჩევნებისთვის სამზადის განაგრძობს. მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებთან იბარებს ხაზარაძის ლელოც. ამ დღეს შეგიძლია მიხვიდე საარჩევნო ყუთთან და დააფიქსრო შენი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ და დღის მეორე ნახევარში გავაკეთოთ ის, რასაც დამატებით სხვა ვთვლით ჩვენ სამოქალაქო ვალად იქნება ეს აქციაზე მისვლა თუ კიდე სხვა ფორმით გაგრძელება ამ წინააღმდეგობის. ჩვენთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის მოწოდებები, განცხადებები და ქმედებები დამხობის და რევოლუციების შესახებ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული ოცნების რეჟიმი შეიცვალოს, მაგრამ ეს ცვლილება უნდა მოხდეს მშვიდობიანი არჩევნების გზით. იქნება დადგმული სცენა რამდენიმე ლოკაციაზე და ჩვენი სიმრავლე იქნება ჩვენი ძალა და მათ შორის ის რომ რეჟიმი შიგნიდან არის მორღვეული, ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი, ამიტომაც სხვა ყველა ტიპის საუბარი ამ თემაზე არის უბრალოდ სპეკულაცია. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ისევ აფრთხილებს და კანონის ფარგლებში მოქმედებას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონდამრღვევებს სამართლებრივი პასუხი მოეთხოვებათ. როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ კაცრ კანონის მიერ პასუხს. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათი დიდი ნაწილი, უბრალოდ მცირე ნაწილი, მაგრამ 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, საშელი არის საკმაოდ კაცრი, 2 წელი დაიწყება, არის 4 წელი, 4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმე სწავლდება ხელი კანონის დარღვევაზე მიიღებენ ძალიან კაცრ პასუხს. შეიძლება სცადონ ჩაშლა ცალკეულ უბანზე საარჩევნო პროცესების, მაგრამ დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ყველა მათი გეგმა არის გაშიფრული, ყველა მათი ნაბიჯი, გადაწყვეტილება არის გაშიფრული. არავის კონდეს იმის ილუზია, რომ გამოვა წაეთამაშება ცეცხლს, წაეთამაშება საზოგადოებრივ მშვიდობას, წაეთამაშება სოციალურ შუღლის გაღვივებას ეცდება და ეს დარჩება დაურჩენი, რა თქმა უნდა არა. ვარდების რევოლუციას პირდებოდნენ ხალხს და სისხლიანი 9 წელი მივიღეთ. ძალიან კარგად ვიცით, როგორი არის მათი მშვიდობიანი, ყველა განცხადება ყველანაირ ძალადობას და არამშვიდობიანობას მოასწავლებს. ნაციონალურ მოძრაობას დიდი ხანია უკვე მისი დაფუძნების დღიდან ძალადობა აქვს გადაწყვეტილი ქართულ ხალხზე და 4 ოქტომბერს ვფიქრობ, რომ ეს ამ ძალადობას უნდა დაედოს ბოლო.
კანონდარღვევაზე სახელმწიფოს პასუხი, რომ უმკაცრესი იქნება ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსით საუბრობს. მამუკა მდინარაძის თქმით ოპოზიციას პროცესების რადიკალიზაცია სურს, რაც არ გამოუვათ. შეეცდებიან ისინი არევას და თუ ზედმეტი მოუვათ ჩვენს მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრად რეაგირება, გჭირდებათ ჩვენი ინფორმაციით. ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის არ ურჩევ ამის გაკეთებას. არათუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე გაფიქრებასაც არ ურჩევ ამისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ ამაზე, არჩევნებსაც ჩავატარებთ, ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდება. მამუკა მდინარაძის თქმით არსებობს უპატიებელი დანაშაულების ნუსხა, რომელიც ოპოზიციურ ლექსიკონს არ ცნობს. რათა უნდა შეფუთო დამხობისკენ მოწოდება, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა განახორციელო, ეს არის მოწოდება. ეს არის დანაშაული, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს, ჩვენს მოქალაქეებს, მშვიდობას, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, უპირისპირდება და რა თქმა უნდა ეს უპატიებელი დანაშაულის ნუსხაშია ჩვენთვის. სახელმწიფო გუნდი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პირობას დებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის დესტრუქციული გეგმები ვერც ამჯერად განხორციელდება.